ეს კვირის რეპორტაჟია, რომელსაც სტუდია GNS-დან ნანა ლეჟავა წარმოგიდგენთ საღამო მშვიდობისა. კვირის რეპორტაჟი დღეს წარმოგიდგენთ ექსკლუზიურ ფოტოებს პანკისისა და ლოპოტის ხეობიდან, რომელზეც ხელისუფლების მიერ დივერსანტებად გამოცხადებული ქისტები და ჩეჩნები არიან აღბეჭდილნი. სკანდალური ფაქტები, რომელსაც ლაფანყურის ოპერაციისას გადარჩენილი ჩეჩენი მებრძოლი წერილით გვიყვება. ვისი დავალებით შეკრიბეს და გაწვრთნეს საქართველოში ჩეჩენი მებრძოლები. რა მოხდა აგვისტოს ბოლოს ლაფანყურში? ჩეჩნები და ქისტები ირწმუნებიან, რომ საიდუმლო ოპერაციას უშუალოდ ბაჩუ ახალაია ხელმძღვანელობდა. ზვიად ხელიძის რეპორტაჟში ასევე ნახავთ სკანდალურ დოკუმენტს. ერთ-ერთ გარდაცვლილზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული იარაღის ტარების ოფიციალური ნებართვა. ეს ფოტო, რომელზეც ლოპოტას ხეობაში დაღუპული ასლან მარგოშვილია გამოსახული, ბრძოლის წინაა გადაღებული. ფოტომასალა ლაფანყურის სპეცოპერაციას გადარჩენილმა ჩეჩენმა მებრძოლმა, არღუნელმა 23 წლის მუხმადმა გამოგვიგზავნა. მანვე მოგვითხრა რა მოხდა სინამდვილეში აგვისტოს ცხელ დღეებში. მუხმადი ამტკიცებს, რომ უკანონო ოპერაციას უშუალოდ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა უკვე ყოფილი მინისტრი ბაჩუ ახალაია ხელმძღვანელობდა. მე მოგიყვებით, როგორ გაგვყიდა თავდაცვის ქართველმა მინისტრმა ბაჩუ ახალაიამ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძემ და კონტრტერორისტული განყოფილების უფროსმა სანდრო ამირიძემ. ჩვენ ავსტრიაში დაგვირეკა მუსლიმმა, მეც სახელად გუსლიკამ და გვითხრა, რომ ჩეჩნეთში ჯიჰადში მონაწილეობის მსურველებს თავდაცვის ქართული სამინისტრო კორიდორს უხსნის. ასეთი კარგი ამბის მოსმენის შემდეგ ჩვენ საქართველოში წასვლა გადავწყვიტეთ. მარტის დასაწყისში ჩვენ პირველი 5 ადამიანი ჩამოვფრინდით და აეროპორტში ჩვენ სამხედროები დაგხვდნენ. შემდეგ წაგვიყვანეს ბინაში. ჩეჩნებმა მთელი ევროპიდან ჩუმად დაიწყეს ჩამოსვლა. სამხედროებმა თავდაცვის სამინისტროდან დაიწყეს ჩვენი ტარება ექსკურსიაზე. სამხედრო ობიექტებზე ნიღბებით მივყავდით, რომ ჩვენს შესახებ რაიმე ხმა არ გავრცელებულიყო. თავდაცვის მინისტრი ბაჩუ ახალაია თითქმის ყოველდღიურად გვხვდებოდა. მუხმადმა ასევე გამოგვიგზავნა კიდევ ერთი ფოტო, სადაც ჩეჩენი და ქისტი მებრძოლები, მისივე მტკიცებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის მაღალ ჩინოსნის, სანდრო ამირიძის სახლთან ახლოს არიან გადაღებულები. ჩვენ დაახლოებით 60 ადამიანი ვიყავით, მოხალისეები. ისინი თვეების განმავლობაში გვაჩერებდნენ ბინებში. გვეუბნებოდნენ, რომ აი სულ მალე გაიხსნებოდა კორიდორი და გავემგზავრებოდით ლაშქრობაში. გარკვეული დროის შემდეგ ძმებმა მოთმინება დაკარგეს. ქართული სპეცსამსახურების ჩეჩენმა შუამავლებმა დაიწყეს ჩვენი დარწმუნება, რომ ბოლო დღე არ იყო, რაც ისინი ამ საკითხზე მუშაობდნენ. ჩვენ კი ყველაფერს გავაფუჭებდით და გთხოვდნენ, მოთმინება გამოგვეჩინა. ასე გაჭიმეს მათ დრო 28 აგვისტომდე. გარკვეული დროის შემდეგ ჩვენ ადგილობრივი ქისტები შემოგვიერთდნენ. ისინი ბინებში შემოგვისახლეს. ქისტები გვიყვებოდნენ იმ ჩეჩნების ისტორიას, ვინც ქართულ სპეცსამსახურებზე მუშაობდა. ასეთი ჩეჩნები თავისუფლად დადიოდნენ ქალაქში პისტოლეტებით. გვეუბნებოდნენ, რომ ისინი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდნენ. თუ მათი სახელები გაინტერესებთ, ესენია გუსლიკი, ანდი, ბესლანი, მეცახელად ჩინგიზი, ალი, მეცახელად ზონ. როგორც მივხვდი, ესენი მათი მეთაურები იყვნენ. ჩანდა, რომ თავად ჩეჩნები და ქისტებიც მათ არ აღიარებდნენ და ქართული სპეცსამსახურების აგენტებად მიიჩნევდნენ. ჩეჩნეთში ჩვენი გამგზავრების საქმის უკან იდგნენ თავდაცვის მინისტრი ბაჩუ ახალაია, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე და კონტრტერორისტული განყოფილების უფროსი სანდრო ამირიძე. მუხმადი განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს დაღუპულების შესახებ. ასევე იხსენებს თუ როგორ მოხდა შეტაკება ჩეჩნებსა და ქართველ სპეცრაზმელებს შორის. ქართველ მინისტრს და მინისტრის მოადგილეს სურდათ 100 კაცი გავეგზავნათ. ჩვენ ამდენის ერთად გადასვლაზე უარი ვთქვით, რადგან ამდენი ადამიანის ერთად გადასვლა ჩეჩნეთში მაღალი რისკის მატარებელი და შეუძლებელი იყო. ამიტომ მათ მითითებას არ მოვუსმინეთ და 20 კაციან ჯგუფებად გადავწყვიტეთ გადასვლა. 28 აგვისტოს ლოპოტას ხეობაში ჩვენმა ქართველმა სამხედროებმა დაგვარტყეს ალყა და იარაღის დაყრა მოგთხოვეს. ჩვენ მათ ვკითხეთ, რატომ ჩამოგვიყანეს და მოგცეს იარაღი, თუ კი დაყრას მოგთხოვდნენ. ამის შემდეგ ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს სროლა და ჩვენც საპასუხო ცეცხლი გავხსენით. ორივე მხარემ სერიოზული დანაკარგი განიცადა. ჩვენ სხვადასხვა მხარეს დავიფანტეთ. არ ვიცი, რამდენი დაიღუპა ჩვენი მხრიდან. დაჭრილი იყო 6 კაცი. ინციდენტის შემდეგ გზად 2 დავმარხეთ. ტყეში გზა დაგვებნა და ადგილობრივი ქისტების დახმარებით რამდენიმე გადავრჩით. ჩვენ არასოდეს ვაპატიებთ იმ ორგანიზატორებს და შუამავლებს იმის გამო, რომ დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გამო ასე გაგვყიდეს.
ადგილობრივი ქისტების ჯამაათიც კი არ დაგვეხმარა. ეს ჯამაათი კი არა, ქართული სპეცსამსახურების აგენტურაა. ლოპოტას ხეობაში აგვისტოს ბოლოს დახოცილი დივერსანტების მინიმუმ იარაღით უზრუნველყოფაზე საქართველოს ხელისუფლებამ რომ იზრუნა, ეს კვირის რეპორტაჟის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ამ დოკუმენტიდანაც კარგად ჩანს. ეს ლაფანყურთან მოკლულ 22 წლის ასლან მარგოშვილზე გაცემული სტეჩკინის მარკის პისტოლეტის საკუთრებაში შენახვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია. გაცემის თარიღად 2012 წლის 23 ივლისია მითითებული. ლაფანყურის ოპერაციამდე თითქმის 1 თვით ადრე. ასლანი 1 წლის უკან სექტემბერში წავიდა ის სოფლიდან. სადღაც 6-7 რიცხვებში მგონი. მაგას უნდა და ხადორ ჰესზე მუშაობის დაწყება. ვითომ შეუთავსებო რა სწავლას და მუშაობას. ვითომ ჩემთვის შეღავათი უნდა მიეცა. რომ სწავლის საფასური გადაეხადა რა. მე სადღაც 10-ში 12-ში დარეკა ძმაკაცები ხავდა მაგას ჩეჩნები. ისინი 1-2 წლის წინ იყვნენ წასული ფინეთში. ხო და იმათ ფული გამომიგზავნესო და წასვლა მინდაო. აკადემიურს ავიღებო. 1 წლით წავალო თუ რაღაცას ხელი მოუკიდეო. შეიძლება დაურჩევო თუ არა და ჩამოვალ და ისევ სწავლას გავაგრძელებო. ლაფანყურის ოპერაციისთვის მზადებას ხელისუფლება ჯერ კიდევ 2012 წლის დასაწყისში შეუდგა. ნიადაგის მომზადება დასავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ინფორმაციის კულუარულად გავრცელებით დაიწყო. საქართველოს მთავრობის ემისრები, ჩეჩენ და სხვა ჩრდილოეთ კავკასიელ ტოლვილებს არ წმუნებდნენ, რომ ოფიციალური თბილისი მებრძოლებისთვის ჩეჩნეთში გადასასვლელ კორიდორს უზრუნველყოფდა. Позвонили мне с Австрии, позвонили с Парижа. Говорят, Умар, там есть, но правительство Грузии дает коридор, чтобы переходить в Чечню. Я сказал, не верьте в это. Это неправда. Правительство Грузии вам не дает никакой коридор. Мы через 2 месяца готовимся к выборам. Это значит какая-то политическая игра. –2012 წლის ზაფხულში ევროპის ქვეყნებიდან პანკისში ჩამოსული ახალგაზრდა ჩეჩნების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. ჩამოსულთა უმრავლესობამ ხეობა 2012 წლის 19 აგვისტოს ბაირამის დღესასწაულის შემდეგ დატოვა. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ კორიდორის შესახებ ქართული სპეცსამსახურების საუბარი ფუჭი იყო. ჩამოსულების ნაწილმა კი დროებით საქართველოში დარჩენა ამჯობინა. აგვისტოს ბოლოსთვის დიდი რაოდენობით ჩეჩნები ჩამოვიდნენ აქ. მთელი ქუჩები იყო გავსებული. წასვლის მსურველები, რომელიც მოტყუებით ჩამოიყვანეს. ეს იყო მარხვა მთავრდებოდა რა მაგ პერიოდში. ხო და მე რა მოხდა არ ვიცი, იმათ რომ დაატყვეს რომ ეს ბლეფი იყო, ადგა და ბევრი წავიდა. ეთყობა ზოგიერთები დარჩნენ. ეხლა ეს ადრევე ვინც იყო, ლაპარაკობენ რომ დღეს ხვალეობით გადმოუწიეს, ვითომ დღეს გადაგიყვანთ, ხვალ გადაგიყვანთ, აი რაღაცა მოხდა, აი ეს არის და საბოლოოდ არჩევნები რომ მოახლოვდა, მერე არჩევნების შემდეგო. ეთნიკურად ჩეჩენ, უფლებადამცველ უმარ იდიგოვს 2012 წლის ზაფხულში ავსტრიაში ემიგრირებული 60 წლის ქალბატონი ვინმე ლიზა დაუკავშირდა და შეხვედრა ითხოვა. მან უმარს საქართველოში ბოევიკების ჩამოყვანის სქემა გაუმხილა. სქემის თანახმად ჩეჩენ მებრძოლებს თბილისში შავფორმიანები ჯიპებით ხვდებოდნენ და გაურკვეველი მიმართულებით მიყავდათ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ჩამოსულებს ვაჟა-ფშაველაზე კონსპირაციულ ბინებში ათავსებდნენ. ბაჰავდინ ბაღაკაშვილის ეს ფოტო სწორედ ერთ-ერთ ამგვარ ბინაშია გადაღებული. ჩამოსვლიდან რამდენიმე კვირის შემდეგ კონსპირაციულ ბინებში ლოდინით დაღლილი თანამემამულეები უმარ იდიგოვს თავად დაუკავშირდნენ. ახალგაზრდა ჩეჩნებმა განაცხადეს, რომ აეროპორტში მათ თავდაცვის მინისტრის მოადგილე დათა ახალაია დახვდა და პროცესს სწორედ ის კურირებდა.
И, наверное, им надоело одно и то же сидеть в квартире, и они решили встретиться со мной. И говорит, мы хотели увидеть с вами. Я говорю, хорошо, я говорю, мы встретимся. Я говорю, и мы встретились. Он из Ачо-Марканского района, 81 года примерно. И говорит, мне рассказал. Я говорю, кто вас привез? Я говорю, никто о вас не знает. Я говорю, хорошо, кто вас привез? Кто за вами смотрит? Дата Ахалаев. საზღვარგარეთიდან ჩამოსულთა შორის იყო პანკისელი ასლან მარგოშვილი, რომელიც ფინეთიდან საქართველოში ოჯახისგან ფარულად 2012 წლის მარტში დაბრუნდა. სავარაუდოდ ისიც თბილისში, კონსპირაციულ ბინაში ცხოვრობდა. მშობლებთან და დაძმასთან ხშირი სატელეფონო და ინტერნეტ კავშირი ჰქონდა. თუმცა მომხდარა ისეც, რომ ოჯახს 1-2 კვირით არ დაჰკავშირებია. ტელეფონი საიდანაც ის რეკავდა, ასლანის მამის განცხადებით ბალტიისპირეთის ერთ-ერთ ქვეყანაშია რეგისტრირებული. ბოლოს თავის დას ელაპარაკა მე მგონი 19-ში. 19-ში დაელაპარაკა ტელეფონით. შეიძლება აქედან ამერიკაში წავიდეო. თურმე გულისხმობდა იქ წასვლას. მერაბ მარგოშვილი გვიყვება, რომ მის შვილს უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში იარაღის დაუფლების არც დრო ჰქონია და არც შესაძლებლობა. არც თბილისში, ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლისას და არც ფინეთში ასლან მარგოშვილი მეგობრებს არასოდეს ცილდებოდა. მამა დარწმუნებულია, რომ ასლანმა შესაბამისი წვრთნა მარტიდან აგვისტომდე აქ, საქართველოში გაიარა. აქედან დარეკვა რომ უნდოდა ან ძმას, ან დას, უცბად ის რომ არ რეკავდა, ეხლა ამათ უნდოდა დარეკვა, ეუბნებოდა რომ არ დამირეკოთო. რაღაც საბუთები არ მაქვს უწესრიგში. და შეიძლება პრობლემები შემექმნას, მე თვითონ დაგირეკავთო, როცა საშუალება იქნება, მე თვითონ. ესე იგი 2 კვირაში იკარგებოდა, 2 კვირის შემდეგ მე 2 კვირაში სულ კონტაქტზე იყო. მე ვფიქრობ, რომ იმ 2 კვირის განმავლობაში სადღაც ამზადებდნენ. და ყველანაირი იარაღი ჰქონდა ათვისებული. ლაფანყურთან დაღუპული დუისელი ბაჰაუდინ ალდამოვის დედა ასმათ ქავთარაშვილი ამბობს, რომ მისი შვილი ავსტრიიდან ცოტა ხნის წინ ჩამოსულ ბაჰაუდინ ბაღაკაშვილთან მეგობრობდა და ბაღაკაშვილი მათი ხშირი სტუმარიც იყო. ასლან მარგოშვილი კი მის შვილთან სტუმრად არასოდეს უნახავს. ბაჰაუდინ ალდამოვს 1 წლის შვილი და 2 სული მეუღლე დარჩა. ბაჰაუდინ ბაღაკაშვილს კი 2 შვილი და მეუღლე. ასლან მარგოშვილს საკუთარი ოჯახი არ ჰყავდა. მარგოშვილი მე არ მინახია, ეხლა სკოლაში რო დადიოდა, ხედავდი გზაზე ხედავდი. მაგრამ ისე არა, მაგრამ ის ბაღაკაშვილი ავსტრიიდან ჩამოსული და ჩემი ბიჭი მეგობრო. ის ბიჭი დადიოდა მარმალი ჩვენთან იყო კიდეც. მაგრამ დანარჩენები ჩვენთან საერთოდ არ ყოფილა. მე არც ვიცნობ ბიჭებს, მე არ ვიცნობ. დღე კი არა, აი დილით გასული საღამომდე რო არ მოსულიყო, ტელეფონით გვატყობინებდა, აქავარო და არ იდარდოთ. მებრძოლთა 20 კაციანმა ჯგუფმა ლაფანყურში შეკრება 2012 წლის 26 აგვისტოს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან დაიწყო. პანკისის ხეობიდან ავტომობილი ლაფანყურისკენ საღამოს 9:10 საათისთვის დაიძრა. ამ დროს ბაჰაუდინ ალდამოვი მეგობარს 2 თვის წინ ჩამოსულ ბაჰაუდინ ბაღაკაშვილს ელოდა. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ ავტომობილი, რომლითაც მეგობრები ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი და ბაჰაუდინ ალდამოვი დუისიდან გაემგზავრნენ, ადგილობრივს ეკუთვნოდა. მიზეზი ის იყო, რომ ვითომ ის ავსტრიიდან ჩამოსული ბიჭი მაგას ჰქონდა დარჩენილი სპორტული ჟაკეტი. და ის ამაღამ თურქეთში მიდისო და ის უნდა მიუცეო. სახში იყო. დაუწვეთ მეთქი, მე რო უთხარი, არაო დედა უნდა მოვიდესო მაქნითო. და მისაცემი მაქვს, ეს უნდა მიუცეო და მე დაუწვებიო და. მე მოვიდა მანქანა. ჯერ დაუსიგნალა, მე დაუძახა ბაჰაუდინიო და აიღო ეს სპორტული გავიდა იმის შემდეგ არ შემოსულა. პანკისის ხეობამ დაღუპულების შესახებ 30 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ლაფანყურის ოპერაციის კადრების გავრცელების შემდეგ შეეთხო. 22 წლის ასლან მარგოშვილს
26 წლის ბაჰაუდინ ალდამოვს და 26 წლის ბაჰაუდინ ბაღაკაშვილს 31 აგვისტოს მთელი ხეობა გლოვობდა. მეორე ღამე იყო, რომ აჩვენებდნენ. ხო, ზუსტად იმ ღამეს მე თვითონ ვიცანი. როგორ იცანიო კი მეკითხებოდნენ, მაგრამ აი ბეჭებით ხრებით ვიცანი. მე მგონი მეორე დღე იყო. რომ დისშვილი მომივიდა და დისშვილი. იმათ მე სახლში არც ვეგონე, მე მეორე სართულზე ვიყავი წამოწოლილი. ეხლა რახან ავანტყოფი ვიყავი ცოტა ჩემთან არ ეგონათ თორე ისე არც იტყოდნენ რომ იმ რასში ყოფილაო ესეთი რაღაცა გავიგე რა. ქვემოთ პირველზე შემოვიდნენ ჩემს მშობლებთან და მთელი ამბავი ატყდა რა. ეხლა რა თქმა უნდა ეს შოკის მომგვრელი იყო. კაცი საზღვარგარეთ გონია და თურმე სატყობილა. პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს მდივანი და შინაგან საქმეთა მინისტრი 28 აგვისტოდან აცხადებდნენ, რომ ლოპოტას ხეობაში დივერსანტთა ჯგუფის დევნის ოპერაცია მიმდინარეობდა. 30 აგვისტოს შეიარაღებული დაჯგუფების ლიკვიდირებული წევრების კადრები გავრცელდა. ბაჩუ ახალაიას უწყება დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას 3 სექტემბრამდე ჯიუტად უარყოფდა. და ეს მაშინ, როცა პანკისის ხეობიდან დაღუპულების შესახებ უტყუარი მტკიცებულებები სტუდია GNS-მა პირველმა 31 აგვისტოს გაავრცელა. ამის შემდეგ დაიწყო ცხედრების გადაცემის თაობაზე მოლაპარაკებები საქართველოს ძალოვან უწყებებსა და ოჯახებს შორის. შუამავლის როლს პანკისელი ვაჰაბიტები ასრულებდნენ. ჩვენი თანამორწმუნეები, რომლებიც ერთად ვლოცულობდით, ერთად ვიყავით, ის ბიჭები იყვნენ და იმათ ისლამური წესით დასაფლავებას ჩვენ მოახდენდით და მოგვანდეს ეს საქმე და ოჯახებიც მონაწილეობდნენ ჩვენთან ერთად. არა მარტო ჩვენ, ოჯახებთან ერთად მოქმედებით. და მოკიდებლად არ გქონია ჩვენ ესეთი გადაწყვეტილება არც ჩვენიდან არ იყო, ეს ოჯახების შუამდგომლობით იყო. ინფორმაციის გახმაურების შემდეგ ძალოვანებმა გარდაცვლილთა ოჯახებთან მოლაპარაკებები შეწყვეტეს. მას შემდეგ, რაც ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის ბიძა ქართველ ძალოვანებს ხეობაში საყოველთაო პროტესტით დაემუქრა, ასლან მარგოშვილის და ბაჰაუდინ ალდამოვის მამებს და ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის ბიძას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე შეხვდა და ცხედრების გადაცემას გარკვეული პირობებით დასთანხმდა. შეთანხმებას ესწრებოდა კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომელი სანდრო ამირიძეც. სად მივედით და დათო ლორთქიფანიძესთან, დათოა თუ გიორგი ლორთქიფანიძე, ხო? გიორგი ლორთქიფანიძე შეხვდით? კი. და რა გითხრა? ცხედრების გადმოცემაზე რა დავილაპარაკეთ. ერთადერთი პირობა იყო, რომ გათენებამდე და უნდა დაგვეკრწალა და ჟურნალისტებს არ უნდა ენახათ მეტი არაფერი. ლორთქიფანიძესგან საწახვედით, ვისთან წახვედით? ჩვენ წავედით იმ გლდანის ციხეში. სხვა საშუალება არ მოგცეს და რა გვექნა. ეხლა ცხედარს ხო არ დაუკარგავდით მაგის გულისთვის. ნებისმიერ ქის ერთი ლარის საშუალებაც რო არ ქონდეს ვლადივოსტოკიდან ჩამოაქვს ცხედრები და ეხლა მაგ რამის გულისთვის არა და არ იძლეოდნენ. სხვა არაფერი შანსი არ აქვს. დაუპირისპირდებოდით სახელმწიფოს, ან გავიმარჯვებდით მაგ ბრძოლაში. არანაირი საშუალება არ მოგცეს, რომ ტრადიციულად და როგორც საჭიროა, ისე დაგვესაფლავებინა. დღემდე ვაჭრობის თემაა სადამარხეს 7 დაღუპულიდან 4-ის. 3 ჩეჩენი და 1 ინგუში მებრძოლის ცხედარი ქართველმა ძალოვანებმა. თავდაპირველად მათი პანკისში დაკრძალვა იგეგმებოდა. თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი კახეთში, ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ ყარაჯალაში დაკრძალეს. არის კიდევ ერთი ვერსია. თბილისის აეროპორტთან არსებული უპატრონო მიცვალებულთა სასაფლაო.
ეგრეთ წოდებული ველის სასაფლაოს მახლობლად მცხოვრებთა განცხადებით, ლაფანყურის ოპერაციის მსხვერპლთა ნაწილი სწორედ აქ დამარხეს. ლაფანყურში, ხო? იქიდან მოიყვანეს ვიღაცები, რა ვიცი. ლაფანყურიდან მოიყვანეს აქ? ხო, ის მილიცია მოიყვანა, ესენი არაფერი არც მიაკარეს ახლოს. და აქ დაასაფლავეს ამ უპატრონთა სასაფლაოზე? და ხო არის სახელები და გვარები შემთხვევით? არა, საიდან აბა. დარწმუნებული ხართ ლაფანყურიდან იყვნენ? თქვენ საიდან იცით? რავი, ამბობ მილიცია მოყვა და მთელი შემოული იყო, არავის არ უხებდნენ. მგონი რომ იქედა ისინი იყვნენ. მაგ დღეებში იყო ზუსტად, ხო? აი მაგ ხანებში, ხო. ერთი რაღაცა დარწმუნდა მე მგონი ყველა რომ ვერც ის რომ ვერც პანკის ასაევის 90-იან წლების თარეში და ვერც მე-17, მე-18, მე-19 საუკუნის ლეკიანობას კახეთში ვერავინ ვერ გაიმეორებს. საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირები, მათ შორის პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს მდივანი, ქართულ საზოგადოებას და მთელ მსოფლიოს მაშინაც და დღესაც არწმუნებენ, რომ რუსეთიდან შემოჭრილ ბოევიკთა რაზმი გააუღნებელყვეს. თავად პანკისის ხეობაში კი ორ ვერსიაზე საუბრობენ. პირველი ვერსიით, წინა საარჩევნოდ მოწყობილი პროვოკაციის ერთადერთ მიზანს პრეზიდენტის და ნაციონალური მთავრობის მიერ ძალაუფლების მორიგი დემონსტრირება წარმოადგენდა. კერძოდ იმის, როგორ წარმატებით გაანეიტრალებდნენ ქართველი ძალოვანები რუსეთიდან ვითომ და საზღვარზე გადმოსულ ტერორისტთა ჯგუფს. Я обвиняю президента Бачу Ахалая, не знаю, что такое дата Ахалая. Он просто проводник, я как понимаю, со слов Лизы, со слов этих детей, которые там погибли, пацанов. И Бачу Ахалая был его министр обороны. Он хотел ему сделать пиар. Мы видим, что Бачу Ахалая и Дата Ахалая убежали. Да, Бачу Ахалая в Анталии находится, а Дата Ахалая здесь. Угроза от них есть, но я его не боюсь. ესე იგი ხელისუფლებამ როგორც ვიცით თავიანთი მიზნების ფლისთვის ჩაცხრილეს და ხოცეს რა ვიცი. არ ვიცი, აი როგორ ავთქვა. ღალატით. ესე იგი უღალატეს. ვითომ ერთი კვირით იყვნენო იქ ჯარისკაცებიო, სპეცნაზმელებიო, კარავები ჰქონდათო დადგმულიო. ესე იგი ელოდებოდნენ ისინი ალბათ ამათ, სანამ ესენი წავიდოდნენ. მეორე ვერსიით, ჩეჩნეთში გადასასვლელი კორიდორის გახსნის პირობით ჩამოტყვებულ ჩრდილოეთ კავკასიელებს და ადგილობრივებს ბიძინა ივანიშვილის მკვლელობა შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს. დაქირავებული მებრძოლების უარის შემდეგ ქართველმა ძალოვანებმა ისინი ლაფანყურში გაიტყუეს და ჩახოცეს. და ამ არჩევნებამდე უკვე ბოლო პერიოდში შესთავაზესო ეგ ვარიანტი, რაღაც დავალება შესთავაზეს, შეასრულებთ ამ დავალებას, გადაგიყვანთო. ამ დავალების შესრულების სანაცვლოდ. თქვენ გულისხმობთ ბიძინა ივანიშვილის მკვლელობას? კი. მაგრამ ამაზე სასტიკი უარი განაცხადეს ამათ, რის გამოც გაიტყუეს აქედან და მოხდა რაც მოხდა. შური იძიეს. ლაფანყურის სპეცოპერაციიდან თითქმის 2 თვე გავიდა. ეს დრო საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ შესაბამის სამსახურებს ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულთა და დაკავებულთა ზუსტი რიცხვი დაესახელებინათ. ამ თემაზე დუმილი არც პრეზიდენტს დაურღვევია. არაოფიციალური მონაცემებით ლაფანყურში რამდენიმე ათეული მებრძოლი იმყოფებოდა. 5-მა საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთის გავლით დატოვა. 3-მა თურქეთში ჩასვლა მოახერხა. დაკავებულია ცალხელა აჰმედ ჩატაევი, რომელსაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა. 3 ახალგაზრდა დაკრძალულია პანკისში. კიდევ 4 გარდაცვლილზე საუბრობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დღემდე ისევ მეტი კითხვაა ვიდრე პასუხი. პასუხებს მოუთმენლად მხოლოდ პანკისის ხეობაში არელიან.